ყოველთვის მინდოდა რაღაც განსხვავებული, რაღაც ხაპრული ვიზუალის მქონე თავშესაფრის გაკეთება. დღეს ამ ვიდეოში ზუსტად ამას ვაპირებ. ეს თავშესაფარი იქნება განსხვავებული. ასევე ყველაზე დიდი ზომის, რაც კი აქამდე გამიკეთებია, თავშესაფარში 3 კაცი მაინც დაეტევა და თავშესაფარს ასევე ექნება საცეცხლური, რაც ზამთრის შემთხვევაში პატარა კოცონით ძალიან კარგი და მყუდრო გამოვა. ჩაუჯექით მეგობრებო და დატყვით ამ საოცარი გარემოთი. ისმის ტურები. გამარჯობა მეგობრებო, თქვენ უყურებთ BBR Wilds. 1.5 საათია მოვდივართ ტყეში, რაც მანქანა დავტოვე ქვემოთ, ზემოთ და ზემოთ. ვეძებდით უბრალოდ ისეთ ადგილს, სადაც ბევრი ხავსია. ხავსი როა ქვებზე რა და სწორი ადგილი, წვრილი ხმელი ხეებით. მინდა გავაკეთო რაც თავშესაფარი. ბუნებრივი მასალებით. ჩემთან ერთად არის გიოს პირველი ლაშქრობაა, გიო არის ჩემი ნინის ძმა. ხო და მოკლედ დღეს აქ დავჩებით, ჩაუჯექით ვიდეოს, საინტერესო ვიდეო გელოდებათ. აი ესეთი ადგილი ვიპოვეთ, ნახეთ რა ლამაზია. ადრე ვარ ნამყოფი ეს ზემოთ ავაჭერი რა. ხო და ახლაც რომ მოვდიოდი ვიცანი. მოკლედ აქ არის კარგი ვაკე, სწორი ადგილი არის. წრიულად, ან სამკუთხა ფორმის ნახავთ. გავაკეთებთ ისე თავშესაფარს, სადაც დაეტევა 2 კაცი. საკმაოდ დიდი თავშესაფარი იქნება და შუაში ექნება საცეცხლური რა. პატარა ცეცხლი რო დაანთო. უკან ქვებიც გვაქვს. ხავსი ძალიან ბევრია ამ ტყეში. აისონ მეგობრებო, მე და გიომ საქმეები გადავინაწილეთ. გიო ხერხავს წრი. გაჩეტა ისო. პირველ რიგში გვინდა სწორი ხეები რა. ძალიან მაგარ რაღაცას ვაპირებთ. იმედია დღესვე მოესწრება. ახლა მეგობრებო, მე ძირისთვის უნდა გავამზადო მასალა. ჩასარჭობად. დავაიბ უნდა წაუთავო ამას, წვეტიანი რომ გახდეს. ეს ხეები იქნება იმისათვის, რომ დაიკავოს დატოვლილ მდგომარეობაში ჩალაგებული მურები. შეხედეთ, ხეები დავალაგე, რომ რაღაც ის შეგვექნა, რა წარმოდგენა რას ვაკეთებთ. ცოტა წრიული ფორმა ექნება. ამებს ჩავარჭავ. ერთი ან კიდე ორ ფენასაც გავუშვებთ იგივე ესე ხმელ ხეებს. პატარა კედელივით რო წარმოიქმნას რა. და მე გავუშვებთ უკვე აი ესე დაწვენილად ხეებს, მაგას გაჩვენებთ. აქ იქნება შესასვლელი. თან ვეტევით ზუსტად გავზომეთ კიდეც. კაი დიდი ადგილი გვჭება. ესე ჩავარჭობთ.
მაინც სიმყარე ქონდეს რო არ გადმოიშალოს და გავუშვებთ კიდე აი ამ სიმაღლეზე რო ვიყვანთ გიო რა. დამპალიხე კი ბევრი ყრია გარშემო. შეხედეთ როგორ გავაკეთეთ. გიო ეხა ხეზია წასული, დამპალიხეები უნდა შევაგროვოთ. აი ამ სიმაღლეზე მაინც გვინდა ამოყვანა რა. პირველი პირი კედელი რო ქონდეს. მაგას შემოვავლებთ და აი გრძელი ხმელი ხეების დავიწყებთ მერე. აი ესე ცენტრამდე გამოტანას რა. ოღონდ ცენტრში ვაკეთებ რაღაც ძალიან საინტერესოს. აი კეთების პროცესში მოგიყვებით მაგას. აი სულ გაიწია უნდა გადავტეხო. ახლა ვაკეთებთ თავარ რაღაცას. მე და გიო. აი ამის ზომა გამიმზადე. ერთი ცალი კიდე. ეს რო ვაფიქსირებ და მე კიდე მოვუჭიროთ. ამის თუ კი. არ ვიცი, აბა ვიდეოს პროცესში ყურებისას ვიმხვდებით რას ვაკეთებთ. გამიჭირე. ქვემოდან გავამაგრებ ამას. თან ისინი დააწვება. და მყარად იქნება უკვე. გააძრე ხათოკები. ხომ რა ისე როგორ გავამაგრებ პატარას მოვჭრი, ჩავარჭო და მივაბავ და აღარს გაერყევ. მეგობრებო, ახლა შეიძლება უყურებდეთ და ვერ ხვდებოდეთ რას ვაკეთებთ. ამიტომ უცებ აგიხსნით. შუაში ეს იმიტომ გამოვყავით 4 ჯოხით. აქ ექნება სიცარიელე რა. შუაში რო რამე შეგიძლია ზამთარში. ნუ ახლაც მაინც საჩვენებლად გავაკეთებთ. დაანთო პატარა ცეცხლი. პატარა რო აი იმ ხეებს არ გასცდეს. ყვამლი პირდაპირ წავა ზემოთ. აქ რაც შეიძლება ბევრი ხმელი ხე უნდა ჩავალაგოთ გარშემო. ეს იქნება კარები, სადღაც ამ სიმაღლეზე. მაქსიმალურად ბევრი უნდა ჩავალაგოთ. და ტყეში არის ბევრი ხავსი, თანაც ძალიან ბევრი ხავსი და ეს ხავსები უნდა შემოვაკრათ მე ხალიჩასავით კედლებს. ხავსის პლუსი აქვს, რომ მუდამ იქნება, მარადმწვანე არის, ამეებზეც გადავა მე ჩაოლებრივად და არც გახმება და ანუ მუდმივი თავშესაფარი გახდება რა. სადაც არ შეაღწევს წვიმა და თოვლი. და თან რაც ყველაზე მთავარია, მთელი თავშესაფარი იქნება გაკეთებული მხოლოდ ბუნებრივი მასალით. თოკიც კი რაც გამოვიყენე, არის კანაფის თოკი, რაც ბუნებრივია რა, მცენარისგან მზადდება. ყავს ჩანგალი გიოს მივეცი. დამავიწყდა გიოსთვის წამოღება, ამიტომ მე დღეს დანიჩევჭა. გემრიელია. გიოს წამოღებული აქვს მზასაჭმელები და ახლა ვჭამთ თევზის სალათას. საღამოს მოვაზრდეთ უკვე საჭმეს, აი ამას რო დავასრულებთ რა. ისე გიო დიდი ბიჭი არ გეგონოთ. ყველაზე პატარა ვინც ვიდეოში ოდესმე ყოლია. 14 წლის არის. შენ ახლა ჩემი ჯიმ ბრო. ხვალიდან ერთად შევდივართ დარბაზში და მოკლედ რაც დავალაგეთ მასალა რა. თითქმის მაგდენის რო დავალაგოთ, კარგად შეივსება.
მერე გვინდა ბევრი ხავსი და წვრილი ტოტები რომ ჩავჭედოთ შუაში. ხავსით ისე დავფარავთ რომ აი სულ შევახსოთ და კარებში შუაში გიო ხე უნდა დავამაგრო თოკით. ხო ცოტა ჩამოიწიოს. სულ ღია რო არ იყოს. ეს იქნება მეგობრებო კარები რა. ამ სიმაღლეზე ვტოვებთ. დაკუზულები შევართ. ეგ არის. ახლა უკვე გადავდივართ მეორე ეტაპზე, რაც არის აი პირიქით აი ასე გაყოლებაზე წვრილი ხმელი ტოტების ჩალაგება, რომ ხავსი უკეთესად გავაკავოთ. აი სანამ რამე გამოქვაბული იყო, საიდან მოდის ის ხა? Salgio. დავუმღამე? კიდე მარტივია. აისონ რა არის? რა არის აბა? ხეზე რა გინდოდა? რა გინდა? ასვლა გინდა? ბიჭო, მან დრო აგიყვანა ჩამოვარდები. მანამდე იმ ხეზე ავიდე. აისონ ჩამოვარდები. გია ნახე როგორ მთხოვს ამიყვანეო. აქ უნდა ასვლა. ბიჭო, სპაიდერმენი ხარ. შეხედე ბიჭო, სადაც ის. აჰა. ციყვია უეჭველი. სოროები აქვს ხეს შიგნი და შეხედეთ. გამო ძალიან მაღალზე ხარ, ჩამოდი. აქეთ მოდი. აისონ. და ჩამოდი. ჩამო. ია და გამოვშილავინე ეს ორი კუთხეს. ან აღარ გინდა, არა. მოკლედ მეგობრებო, მე და გიო ხავს შევაგროვებთ, აქ დავყრით. მარტივი წასაღები იქნება, თან არ გაიხევა რა.
იო ესე დააგორგოლავე. ხოით ბალახებს რო აგებენ ხოლმე სტადიონებს და ეგეთებზე. მოწყვეტისას დააგორგოლავე და ნაკლებად გაიხევა. აი მეგობრებო, რა ვიცი რა. შეხედეთ სად მიდის. ტაისო რო ჩამოვარდე, მაგრად იტკენ რაღაცას. ფეხები უკან კარ. ვაიმე. ჩამოდი დროზე. ნელა ჩამოდი. ტაისონ, ჩამო. მალე. აი ჩავარდებოდა ეგრე. ნელა ჩამოდი მიდი. მოდი შენთან ვარ, მოდი. ჩამოდი, აღარ ახვიდე, მოდი. აი ეგრე ნელა, აღარ ახვიდე მანდ, მაქსიმუმ მანდადი. გაგიჟებული არის რა. ცელქი ბავშვები რო არიან ხოლმე, გიო ყველგარო დაწვევიან, ეგ არის ეს. Tyson. რამდენი კილო იქნება? ერთი 5 მინუსი. მინუს 5, 5-ზე მეტი იქნება. კაი დიდი ბუნაგია. ღრმა ჩანს. რაღაც ის იქნება. აკაც აშკარად ბუნაგია. ტაისონი თხრიდა. Io cosa siamo noi? Ara? Oh, me მაგრამ ამწოს. რატო არ არის? ახლა ნაწვიმარი რო უფრო სველია. აუ გიო დადების პროცესი რა კარგია, იცი?
დაცხა ისე. ბევრი აღარ დარჩა მეგობრებო, ერთი კაი დიდი მოტანა და სულ ეყოფა რა. წვერი დარჩა. წინა ცალი მხარე, მარცხენა მხარე და უკან ძირი პატარაზე. ჰა. ეხლა თუ შევიხედე, ისინიც არ შემოდის ზის სხივები. რამდენი ყორანი მოვიდა. აისო. ხეებზე სიარული მორჩა და ჩვენი ტვინის ბურღვა იწყება. ქვა აქ მოტანილი გადამიგდეთო. ჯარისკაცი ვიდგას. ყოჩახ. თვალიც არ დაახამხამოთ, აისო ბრძანებაა. ვაიმე. ეს მე რამდენი მოტანაა? მე-4, ხო? ხო რა? რა? არა, კი. მეგობრებო, ეს არის მე-4 მოტანა. თითქმის დასრულდა. მე შიგნიდან შევოთვალიერებთ, საიდანაც სინათლე შემოდის, ესე იგი იქ აკლიერა და იმ მიდამოებს ხელით ამოვოსოთ. ზემოდან წვრილი ტოტებით დავაყარეთ, აი ეს ფოთლებს რასაც ხედავთ. იმას ის უფრო კარგად დაიჭერს რა, თავიდან. ესეც ასე მეგობრებო, მე და გიომ ავაშენეთ. ყველაზე დიდი თავშესაფარი, რაც აქამდე გამიკეთებია. ძალიან მაგარია. რომელ საათზე მოვედით? 9-ის ნახევარზე ან 8-ის ნახევარზე. ისა, ეხლა რომელია? 3 არის? 4-ის 17 წუთი. მოკლედ სადღაც 5 საათის თემა იყო. ეს ახლა რაც გავაკეთეთ. ძალიან მაგარი არის. შიგნი გრილა. ახლა სერიოზულად დაცხა რა. 1-20 გრადუსი იქნება. თან მზეს პირდაპირ მოგვადგა და სულ დავხურეთ. ახლა ძალიან პატარა სიცარიელები იქნება თავისთავად, ეგ ბუნებრივია. ბოლომდე ვერანაირად ვერ დაიხურება ხალხს, მაგრამ რაც არის სულ დავხურეთ. მოდი კარები დღეს არ გვინდა. კარები გავაკეთოთ შემდეგ მოსვლაზე. სხვა დროს მოვიდეთ რა. და თქვენ თუ გენდოვებათ, მე ძალიან მინდა პირადად ზამთარშიც მინდა აქ მოვიდე. დღეს ჩვენს უსაფრთხოებაზე იზრუნებს იარაღი. ხამე გავისვრი ძირის წინ, დღეს ახლა კარები არ გვექნება ამაზე, არც არაფერი მოვა. წინ უნდა დავანთოთ კოცონი. შიგნი პატარაცაც დავანთებთ, ისე გაჩვენებთ საცეცხლურის ფუნქცია რა იქნება რა. იარაღის თემაში შეგახსენებთ, რომ ვიდეო სპონსორი არის მაღაზია კალიბრი. ცეცხლის დანთების დროა მეგობრებო. ზოგიო, ცეცხლი მზად არის. ცეცხლი მზად არის.
შვანორმალია? ხო. ახლა მეგობრებო დავუმატებთ აჯიკაიას, წითელ ცხარი აჯიკას. მაგარი ცხარი გამოვაწესთ. კი. იქით რამეა ტაისო? საწვით მომზადებას რო ვიწყებ ხოლმე ეგრევე შანსი არ არის რომ რაღაც არ მოვიდეს რა. მე ეს რაღაც ყურადღებაზე გადადის და რაღაც კონკრეტულ ადგილს უყურეს ხოლმე. კი, რომელი ნაწერი გიჩვენია, დაბრაწული თუ ნახევრად დაბრაწული? ჰა? არა, იქ მითხარი. არა, იქ შენ ჩემსაც არ აქვს მნიშვნელობა. ხო და იყოს ნახევარ თუ. კიო, ეს არის ნამდვილი ხახვი. ესენ შეგიძლია შეჭამო რა. ვარ და ხელით მოაძრე. აი მეგობრებო. ჩვენი ვახშამი. გიო რითი დავიწყო აღარ ვიცი. იმდენი რამე დევ. უბრალოდ ჩვენ ხახვი გასინჯე მაინტერესებს. ეგრე არა გასკრისა ამოხტება და გაგიქცევა. ხელში დაიჭირა და ხელი მოუჭირე. კანი გავუწყალო? ეგ უკვე შეგვიძლია ჭამო. აბა? სანგაია. ეგ ისე მიყავს შემზე ყოველ დღე ვჭამო. ძალიან ცხელია. აი ეს ნახევარ კვერცხს გაგიყოფ. სუფთა ცილებს ჭამთ მე და გიო ახლა. ესე იგი ხორციც კაი გამოვიდა, ხო? საწებელიც კაია. აუ მეგობრებო, რო უყურებ ძალიან მაგრად მომწონს. ტაისონ ცეცხლია, გამო რა გინდა მანდ? ძალიან ლამაზი გამოვიდა. ყუდრო. შორიდა რომ გამოხედა. აი უსებ გეგონება ამლოდებივით არის რაღაც რა. თუ ესე არ დააკვირდი. ტაისონს ასვლაც კი უნდა და შიგნი ვიყავი რაღაცას ვაკეთებდი და ზემოთ არავიდა. ოხ, კიდე რაღაც იპოვე. არ გაახარა მოკლედ სიყვები.
მეგობრებო, 7 დაიწყო. აწის დღე დაგვრჩენია, რომ უბრალოდ მე შეშა მოიმარაგოთ. ხამე სიმით შევწოთ. მეტი არაფერი აღარ დაგვრჩირდება რა. ამის კარებს გავაკეთებ სხვა მოსვლაზე. დღეს ფიზიკურად ვერ მოვასწრებდით, ხო უნდა გამოვიდეს კარგი და კარგს დღეს ვერ მოვასწრებდით. ხვალ რო გათენდება, დილას წავალთ. ხვალ უკვე ჩვენი დარბაზის დღე არის. ხო, ძლივს. წეგან რამდენიმე ტყვია გავისროლეთ, ვივარჯიშეთ. ღამისთვის შემოვინახე კიდევ რამდენიმე ყოველი შემთხვევისთვის და ერთი ძირის წინ გასასროლად და ეგ არის. გავიკვირდა დღეს სიმშვიდეა, დღეში არაფერის ხმა არ გამიგია. ტურების. აქ სადაც ვარ, ბევრი ტურაა ძალიან. მეგობრებო, ეს ქოხი ისე მაგრად მომეწონა, რომ მინდა ვიდგე და უყურო, უკვე იმდენი ფოტო გადავუღე. არ წამომიღია ჩემი წიგნაკი, თორე დავხატავ კიდეც. თან მაგარი ისაა, რომ დღეს გიო პირველად ლაშქრობაზე და ტიპმა პირველივე ლაშქრობაზე ამხელა ის ააშენა ქოხი. აუ შეგინი რა მყუდრო იქნება. უკანას ნახე ამხელა ადგილი დარჩენილი, არ დავპირები ვარ. გაიგე? ას დარბოდა. ხამე იქნება მაგარი. აი მეგობრებო, მე შეშას მოვიდა ახლა. ნელ-ნელა ღამისთვის. აუ გიო რა კაია იცი? ოუ, არ მესმის არაფერი. რა? არაფერი არ მესმის. მაგარია რა. აი, სადმე ფიჭვნარში რო ვიყოთ, აი ეგეთი ადგილი ოდესმე თუ გავაძრე. ფიჭვნარში ან ნადვნარში, ოღონდ ხავსიც რო იყოს რა. ესეთი გავაკეთოთ, ოღონდ უფრო დიდი. იმხელა რომ აი შუაში შეგვეძლოს, რომ მართლა დიდი ცეცხლი დავანთოთ. წარმოიდგინე რა მაგრა გაასწორებს. ყავის დროც მოვიდა. ეს მეთოდი. რა გიო? ეს ინტუიციო. რა თუ გინდა ჩააქრ. მაგარი გახანებული ხუბი. ესე ვებ. იქით გაანახთე რა? ტურები დაგესწავ ხმა? ვერ ხედავ როგორი ხმა? აი თითქოს იცინიან, თითქოს ტერიან, თითქოს ყეფენ. აი? ვიღაცამ გაისროლა და გაჩუნდნენ. ესენი ახლა ჩვენთან არ არიან, ისინი არიან დაბლა უფრო. დაბლობიდან მოდის.
თქვი რა, კაფი მეგონა ფოთოლიებდა. შენ კიდე თამაში გინდა? ნახე რა ტორ შევიდა გიო. კიდე თამაში უნდა. ღამე აღარ დაისვენ მორჩა. მეგობრებო, ახლა ყავას ვსვავთ. საჭმელი გადავიფიქრეთ, იმიტომ რომ კაი ნაჭამები ვართ უკვე რა. ყავას დავლეთ და შევალთ. Let's go. მოიცად აისო გავხსნი და ჩაწვები. დამელოდე. მეგობრებო, ჩვენ შემოვედით, ოღონდ, ჯერ დაზინებას არ ვაპირებთ. შეკრა გინდა? შეკრა გინდა? არა. ჯერ დაზინებას არ ვაპირებთ, იმიტომ რომ ადრე არ გვეძინება. ვიქნებით სანამ მოვითენთებით და მე კი დავიძინებთ. კარებში ჩანთები მივაფარე იმ შემთხვევაში, რომ ტაისონს დუღამე გარეთ გასვლა მოუნდა. მაინც მარტო რო არ გავიდეს რა, თუ რამე გავიგებ მაინც და გავყვები მე. ამეც თუ მომინდა გარეთ გასვლა. წოილის გარდა არაფერი არის ეს. ასე კომფორტულად ვართ. გარეთ პატარა ცეცხლი დავტოვეთ. ტაისონი გიოსთან გადავიდა. ფეჩი. გიო, რომელი საათია? 10. მეგობრებო, წესით რომ დავიძინებთ, არც არაფერი იქნება ხმა და რამე ცხოველებს, იმიტომ რომ ვისროლეთ რა. ისმის? ტურები. მაგათ არც თოფის გასროლა შვილით არაფერი, ფეხებზე კიდიათ. დავერიოთ. ანუ ყველაზე ისეთი ცხოველია რა. ყველაზე მეტადაა შეჩვეული ადამიანს, აი თოფის ფეხებზე კიდე უკვე ყველაფერიც. ყველაზე ვიშროთ. მაინც რა. შეიძლება ხა აქ არ მოვიდეს თოფის გამო, მაგრამ მაინც არ ერიდება იმდენად. მეგობრებო, დილას საკმაოდ იგრძნობოდა სიცივე რა. ჩემს აძილეშიც კი იგრძნობოდა. აი ეს უკეთესი რაც მაქვს, კემპში არიდან -18 გრადუსიანი. მაშინ კინორწვერის ვიდეოს შემეშალა, -17 კი 18-იანია. ეგ გიოს მივეცი. ჩემით რომელთაც წინაზე მთელი ზამთარი გავატარე. არ ვიცი, მაგრამ ახლა აშკარად სიოდა მომენტებში. ისე 7 ღამე იყო ძალიან, აი არაფერი არ ყოფილა. ისეთი თავიდან რაც გადავიღე ხო, რაც არ გადამიღია მაგას ვამბობ რა. გათიშულს არც მეძინა რომ რამე ყოფილიყო გავიგებდი, მაგრამ აი არაფერი ყოფილა. გიოს იმინდებს წყობს ახლა.
ნაკურჩხალზე. და გიო, აი ქეთ რა წითელი ნაკურჩხალიც რაც ჩანს მოუყარე რა. უფრო უკეთესად მალე იქნება. შენ შეჭამენ აღარ არის ეცხელი. ურეკაია. ვინა მოგცენ? რომელი? დაიშო მოდი. სიმის გაგასინჯებ. უმაგაია. დაიშო. მეგობრებო, მოვემზადეთ, ჭამეთ, ჩავაბარგდით და ახლა უნდა დავუშვათ მანქანისკენ. მანქანა რამდენიმე კილომეტრშია ჩვენგან. აქეთ ფიზიკურად ვერ მოხვალ მანქანით. მოგეთ მეგობრებო, გემშვიდობებით, თქვენი აზრი დაწერეთ კომენტარებში და თუ ვიდეო მოგეწონათ, არხიც გამოიწერეთ. აბა მაგრად მეგობრებო, თქვენ უყურებდით BBR Wilds.